მე 20 წელი გავატარე თენგიზ აბულაძის გვერდით. ჯერ მისი სტუდენტი ვიყავი, შემდეგ ოჯახის წევრი გავხდი. მონანიების გადაღების დროს თანამოაზრე და კოლეგა. ამის მიუხედავად მიჭირს რამე გამორჩეული ვთქვა მასზე, რადგან სიცოცხლე მთლიანად კინოს მიუძღვნა. აბულაძის შემოქმედება უფრო საინტერესოა, ვიდრე ყოფითი ცხოვრება. მან მხოლოდ 7 ფილმი გადაიღო, მათში არც ერთი არ ყოფილა შემთხვევითი. ყოველი კადრი, ყოველი ნაბიჯი მისი ცხოვრების ღრმად იყო გააზრებული. ეს სიტყვები რეჟისორ ნანა ჯანელიძეს ეკუთვნის. სწორედ ასე ახასიათებენ მას კოლეგები და მეგობრები, ადამიანები, რომლებთაც მასთან ურთიერთობის ფუფუნება ჰქონდათ. აბულაძის რეჟისორული მოღვაწეობით ახალი ეტაპი დაიწყო ქართულ კინემატოგრაფიაში. ფილმის ვიზუალური მხარის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება რეჟისორს ყოველთვის გამოარჩევდა სხვა ქართველი კოლეგებისგან. 60-იან წლებში, როდესაც სტალინური ესთეტიკის გავლენისაგან გათავისუფლებულ საბჭოთა და მათ შორის ქართულ კინოში დოკუმენტალიზმის დიდი ტალღა შეიმჩნეოდა, აბულაძემ უარი თქვა ამ მოდაზე და თავად დაამკვიდრა სიახლე, კინო როგორც ახვითი ხელოვნების ერთ-ერთი დარგი. თენგიზ აბულაძეს შემოქმედების ადრეულ წლებში კინორეჟისორ რევაზ ჭყეიძესთან ერთად გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და როდესაც 1955 წელს მათი საერთო ნამუშევარი მაგდანას ლურჯა გამოვიდა, კინოკრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ქართული კინო გათავისუფლდა საბჭოთა კინოკლასიკის სტერეოტიპებისაგან. ამავე წელს კანის ფესტივალზე ფილმმა მსოფლიო პრემიერისას მიიღო ოქროს პალმის რტო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის, პრიზი, რომელიც ყველასთვის უცნობ ქართველებს, აბულაძესა და ჭყეიძეს ეკუთვნოდათ. რეჟისორის პირველი დამოუკიდებელი ფილმია 1958 წელს გადაღებული, არაერთი პრემიის მფლობელი სხვისი შვილები, რასაც მოჰყვა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით 1962 წელს გადაღებული და არანაკლებ წარმატებული მებებია ილიკო და ილარიონი. აურჯულებულ სარჯულებ, შენეგარშა გიხდებისა, ქისტისად საკლავის დაკლა კარგად არ მოგიხდებისა. მამით არ მოდის ანდერზი, პაპითად პაპის პაპითა. 1967 წელს აბულაძემ შექმნა ტრილოგიის პირველი ფილმი ვედრება, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით, რომელმაც 1974 წელს მიიღო მთავარი პრემია გრან პრი სან-რემოს საავტორო ფილმების მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე. რა შედი ილიოს? ნატურის თვალს ვეძებ. ღმერთმა ხელი ორი მართოს. 1966 წელს შექმნა ტრილოგიის მეორე ფილმი ნატვრისხე, გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით. აქ მას სხვა უამრავ ჯილდოსთან ერთად ერგო მთავარი პრიზი და დიპლომი რიგით მე-10 საკავშირო კინოფესტივალზე. მომიხვედი. საიდან გაჩნდი? კედი. ხუმარ ჩვენები. კედი. ხუმარ ბედახი არ შემეცო. კედი. მაშ ვინ არის ვარლა მარავიძე, არა? მე 8 წლის ვიყავი, როცა ვარლა მარავიძე ჩვენი ქალაქის თავად აირჩია. ტრილოგიის ბოლო ფილმია 1984 წელს გადაღებული მონანიება, რომელსაც აბულაძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ფილმს მოსახლეობა ჩუმად ვიდეოკასეტის ჩანაწერებზე უყურებდა, რადგან ფილმის ოფიციალურ პრემიერამდე მისი ჩვენება იკრძალებოდა და სწორედ საიდუმლო გზებით ვრცელდებოდა. იმ დროს ყველაფერი, რაც კი იქმნებოდა, მოსკოვში უნდა წარედგინათ, თუმცა ამ ფილმის გადაღება მოსკოვისგან მალულად მიმდინარეობდა. შესაბამისად, სცენარი არ უნდა ჩავართნოდათ მათ ხელში. ფილმის გადაღებების 3 წელიწადს მიმდინარეობდა, თუმცა მხოლოდ 2 წლიანი სიჩუმის შემდეგ ფილმი ეკრანებზე ტრიუმფით 1986 წელს გამოვიდა. წლების განმავლობაში მოსკოვის მიერ აკრძალულმა ფილმმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ნამუშევარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა აბულაძის მსოფლმხედველობა, მისი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა საზოგადოების წინაშე. რეჟისორის დახვეწილი მხატვრული აზროვნება, მოვლენების ზუსტად და მხატვრული სახეებით გადმოცემის უნარი.
თენგიზ აბულაძემ მართლაც იქრძნო კაცობრიობის სადგივარი. მონანიებამ ხელახლა გაუთქვა სახელი ქართულ კინოხელოვნებას. 80-იანი წლების მიწურულს ხშირად ასე წერდნენ. ქვეყანას, სადაც მონანიება გადაიღეს. ტრილოგიისათვის აბულაძეს 1988 წელს ლენინური პრემია მიენიჭა. ეს გზა ღვთისმშობლის დაძართან მიმიყვანს. ეს გზა ღვთისმშობლის დაძართან არ მიმიყვანს. ეს ვარლამის ქუჩა. ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს. არა? მაშ რა საჭიროა იგი? რის მაგნისია გზა თუ კი დაძართან არ მიმიყვანს? რეჟისორი 1924 წლის 31 იანვარს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. იგი წლების განმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში. ამავდროულად იგი კინოსტუდია ქართული ფილმის პირველი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მოგვიანებით კი საქართველოს კინემატოგრაფიის კავშირის გამგეობის მდივანი. გენიალურ ქართველს თენგიზ აბულაძეს დღეს 102 წელი შეუსრულდებოდა.